ახლო აღმოსავლეთი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნე. 3 წელი მშრალი ქარით ხელქვიშას უბერავდა და დაიწყო დიდი გვალვის პერიოდი, რომელმაც ქალაქები და სოფლები უდაბნოდ აქცია. სახლებში დარჩენა სიკვდილს ნიშნავდა. ახალი მიწისძიება ერთადერთი გამოსავალი იყო. უსასრულო თეთრი უდაბნო სადღაც უნდა დასრულებულიყო. ადამიანები მიდიოდნენ და მიდიოდნენ. ძლიერს ძალა, ბრძენს კი აზროვნების უნარი ეკარგებოდა. და მაშინ, როდესაც სიკვდილი ყველაზე ახლოს იყო, მათ დაინახეს წყალი. წყალი, სიცოცხლის საწყისი. დღეს ჯიდიპედიაში ნახავთ საინტერესო ფაქტები, ექსპერიმენტები და დანგრეული მითები ყველაფერი წყლის შესახებ. წყალი არის ჩვენში და ჩვენს გარშემო. ის ემსახურება მთელს სამყაროს, იმიტომ რომ თავისუფალია. მისი ძალა სიმსუბუქეშია. სრულყოფილება სიმარტივეში. რა შეიძლება ვიცოდეთ წყლის შესახებ? ალბათ ის, რომ მისი ფორმულა H2O-ა. ის, რომ მას დედამიწის მთელი 3/4 ნაწილი უჭირავს და მას ხვდებით 3 აგრეგატულ მდგომარეობაში: აირის, ყინულის და რა თქმა უნდა თხევადის სახით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან დღეს მე მოგიყვებით ისეთ საინტერესო ფაქტებს, რის შესახებაც ძალიან ბევრს ალბათ არც გსმენიათ. წყალი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელსაც ვერაფერი აკავებს და მას უსასრულო მოგზაურობა შეუძლია. წყალი არასდროს ქრება. წყლის ერთი წვეთი დაახლოებით 9 დღის განმავლობაში ჰაერშია. მოძრაობს და ხმელეთს ნალექის, წვიმის, თოვლის ან სეტყვის სახით უბრუნდება. ნიადაგიდან მცენარეში, მცენარიდან ცხოველსა თუ ადამიანში, შემდეგ კი ისევ ნიადაგში 200-დან 1000 წლამდე რჩება. თუ წვეთი მყინვარში მოხვდა, ის იქ 40 წელს ატარებს. ტბაში მოგზაურობას 100 წელს ანდომებს. ოკეანეში კი წყლის მოლეკულა 40,000 წელს ჭერდება, სანამ ისევ არ მოვა მისი დრო, რომ აორთქლდეს და ნალექის სახით უკან დაბრუნდეს. და ასე უსასრულოდ. ანუ დედამიწაზე არსებული წყლის ყოველი წვეთი გადის ბრუნვის ამ სრულ ციკლს. სწორედ ამ უნარის გამო წყალს უნიკალური თვისება აქვს. მას შეუძლია ინფორმაციის დამახსოვრება. წყლის მეხსიერების შესახებ პირველად ექსპერიმენტი იაპონელმა მეცნიერმა მასარო ემოტომ ჩაატარა და საკმაოდ უცნაური შედეგიც მიიღო. დღეს ჩვენ ამ ექსპერიმენტებიდან ერთ-ერთ შემოგთავაზებთ. მასარუმ 3 კილაში ერთსა და იმავე ბოთლიდან ერთნაირი შემადგენლობის წყალი ჩაასხა. შემდეგ 3-ვეში ბრინჯი ჩაყარა. ყოველდღიურად ის თითოეულ კილას სხვადასხვა სიტყვას ეუბნებოდა. პირველ კილას შენ ძალიან კარგი ხარ. მეორეს მეზისღები. ხოლო მესამე კილას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. ერთი თვის შემდეგ მასაროს მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა საოცარი შედეგი აჩვენა. პირველი კილა, რომელსაც ეუბნებოდა, რომ კარგია, ბრინჯმა გაღვივება დაიწყო. მეორე კილა, რომელსაც ეუბნებოდა, რომ ეზიზღება, ბრინჯმა ლპობა დაიწყო. ხოლო მესამე კილა, რომელსაც ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა, ბრინჯი ბოლომდე დაუყა. კარგი და ცუდი სიტყვები წყალსა და ადამიანებზე ერთნაირად მოქმედებს. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ორგანიზმი 50-დან 80%-მდე სწორედ წყლისგან შედგება. და მაინც, როგორ გაჩნდა წყალი ჩვენს პლანეტაზე? ამ თემის შესახებ ძალიან ბევრი მეცნიერის ძალიან საინტერესო დასკვნა არსებობს. თუმცა დღეს ჩვენ ორ ყველაზე პოპულარულ ვერსიას შემოგთავაზებთ. პირველი ვერსიის თანახმად დედამიწა ცხელი, გავარვარებული სფერო იყო, რომელიც გაცივდა, ხოლო ატმოსფეროში არსებული ორთქლი გადაიქცა წყლად და ასე წარმოიქმნა მსოფლიო ოკეანე, სადაც გაჩნდა პირველი სიცოცხლე.
მეორე ვერსიის თანახმად დედამიწაზე წყალი და ცოცხალი ორგანიზმები კოსმოსიდან კომეტის დაჯახების შედეგად მოხვდა. უკვე წლებია ადამიანები ვეძებთ სიცოცხლეს სხვა პლანეტაზე, ანუ ვეძებთ წყალს, რომელიც შექმნის გარემოს სიცოცხლის არსებობისთვის. წყალი მთელს სამყაროშია. მაგალითად, მეცნიერთა ჯგუფმა სულ ცოტა ხნის წინ პლანეტა მარსზე 200 მილიონი წლის წინ წყლის არსებობა დაადასტურა. აღმოაჩინეს კრატერი, რომლის ფსკერზე დარჩენილი მარილი მოწმობს, რომ აქ ადრე ტბა უნდა ყოფილიყო. წყლის არსებობა მტკიცდება დედამიწაურზეც. ეს პლანეტა ძალიან გავს ჩვენსას. ის სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს და დედამიწა ერთისგან, ანუ ჩვენგან 1400 სინათლის წლითაა დაშორებული. ის დედამიწაზე 60%-ით დიდია. ვარაუდობენ, რომ მასზე წყალი და ცოცხალი ორგანიზმები არსებობს. ამერიკელი ასტრონომების ორმა ჯგუფმა კი სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების დახმარებით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სამყაროში ყველაზე დიდი წყლის რეზერვუარი აღმოაჩინა. ჩვენგან 12 მილიარდი სინათლის წელიწადის დაშორებით არსებულ უზარმაზარ შავ ხვრელს, კვაზარს, ჩვენს მსოფლიო ოკეანეზე 140 ტრილიონჯერ მეტი წყლისგან შემდგარი ორთქლის ღრუბელი არტყია გარს. შავი ხვრელი კვაზარი უზარმაზარი ზომისაა. იგი ჩვენს მზეზე 20 მილიარდჯერ მეტი მასისაა და იმდენივე ენერგიას აწარმოებს, რამდენსაც 1000 ტრილიონამდე ჩვენი მზე. ეს შავი ხვრელი ნელ-ნელა იკვებება მის გარშემო არსებული წყლის ორთქლით და გაუჩერებლად იზრდება. ეს აღმოჩენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მტკიცდება ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც წყალი სამყაროს საწყის ფორმებშიც არსებობდა. დიდი კოსმოსური შეუცნობელი ამბების მიღმა, ჩვენ ყოველდღიურად უამრავ სასწაულს ხვდებით. სასწაულს, რომელიც წყლის ენერგიას უკავშირდება. მცენარის ფორებში არსებული წყალი ზრდის პროცესში იმდენად დიდ ენერგიას ანიჭებს მას, რომ სულ მცირე ზომის ბალახსაც შეუძლია ასფალტი ამოტეხოს. წარმოიდგინეთ, რა ძალა აქვს დიდი რაოდენობით წყალს. ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ წყალს. წყლის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელი და საკმაოდ ბინძური იქნებოდა, მაგრამ ალბათ ცოტა თუ გიფიქრიათ იმის შესახებ, თუ რაში რამდენ წყალს მოვიხმართ. საშუალო აბაზანის ასავსებად 60-დან 80 ლიტრამდე წყალი გჭირდება. შხაპის მიღების დროს კი 1 წუთში 5 ლიტრი წყალი იხარჯება. ამიტომ შხაპის მიღების დროს ჩვენ დაახლოებით 50 ლიტრ წყალს მოვიხმართ. თუმცა ესეც ინდივიდუალურია. ისინი, ვინც გრძელვადიანი შხაპის ბანაობის დროს სიმღერის და გართობის მოყვარულები არიან, ხშირად 70 ლიტრ წყალსაც მოიხმარენ. იმ დროის განმავლობაში, რასაც ყოველ დილით ხელპირის დაბანას ვანდომებთ, მოშვებული ონკანიდან დაახლოებით 3 ლიტრი წყალი იხარჯება. ამიტომ თუ ყველებს გამოხეხულს რომ წყალს დავკეტავთ, დაახლოებით 2 ლიტრამდე წყალს დავზოგავთ. ჭურჭლის სარეცხ მანქანას დაახლოებით 22 ლიტრი წყალი სჭირდება ეს რუტინული სამუშაო თქვენს მაგივრად რომ შეასრულოს. ხოლო თუ თქვენ ხელით შეუდგებით ჭურჭლის რეცხვას, ამ შემთხვევაში დახარჯული წყლის მოცულობა თქვენს სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული. 80 ლიტრი წყალია საჭირო იმისთვის, რომ სარეცხის მანქანამ თქვენი ტანსაცმელი გარეცხოს. საპირფარეშოს ჩარეცხვას 3 ლიტრი წყალი სჭირდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ონკანი ბოლომდე გამართული არაა და წვეთავს, მთელი დღის განმავლობაში სრულიად უაზროდ 2 ლიტრამდე წყალი იხარჯება. ადამიანმა წყლის და მისი ენერგიის თავის ასარგებლოდ გამოყენება უხსოვარი დროიდან დაიწყო. საქართველოში კი ასეთი ადგილი, სადაც პირველი წყალგაყვანილობა და კანალიზაცია გაკეთდა, გონიოა. საქართველო თავის არსებობის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა დაპყრობილი. შესაბამისად, გონიოს ციხეც არაერთხელ აღმოჩენილა მტრის ხელში. ეს ყველაფერი კი წყალგაყვანილობის სისტემასაც დაეტყო. ესე იგი, ეს წყალგაყვანილობის სისტემა არის პირველი მე-3 საუკუნით დათარიღებული რომაელების პერიოდიდან. მის გვერდით
მოედინება ოსმალური წყალგაყვანილობის მილები, არის აქ ესე ლამაზად დალაგებული, რომელიც თარიღდება მე-16-მე-19 საუკუნით. ხოლო ამის კიდევ გვერდით არის ბიზანტიელების წყალგაყვანილობა, რომელიც მათ გაიყვანეს მე-6-მე-7 საუკუნეში დაახლოებით და ამ მილებს აქვს ესეთი სპეციალური ღარები, რომელიც გააკეთეს იმისთვის, რომ ზედმეტი წყლის ნაკადის შემთხვევაში ეს მილები არ დამსკდარიყო. გონიოს ციხის ტერიტორიაზე ეს ლამაზად ჩაწყობილ ქვების ფილებსაც შეხვდებით, რომელიც აქ, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მოხვედრილა. საქმე იმაშია, რომ ამ ქვების ქვეშ საუკუნეების წინ გადიოდა საქართველოში პირველი საკანალიზაციო სისტემა. რაც იმ დროისთვის საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც იშვიათობას წარმოადგენდა. წყალგაყვანილობის სისტემა ყველა ოთახში შედიოდა და ჩვენი წინაპრები მას მხოლოდ სასმელი წყლის დანიშნულებით არ იყენებდნენ. მათ თავის დროზე ქონიათ იატაკის გათბობის სისტემაც. აქ ამ ადგილას წყლის მომარაგება არასდროს არ უჭირდათ, რადგან გარშემო სულ მთებია, შესაბამისად ბევრი წყაროები და ნაკადულები მოედინებოდა და მსგავსი წყალგაყვანილობის სისტემის შესაქმნელად იყო იდეალური ადგილი. გონიოს ციხის ტერიტორია მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთ-თურქეთის ომის დროს ოსმალებმა მთლიანად გადაწვეს. წყალგაყვანილობის სისტემა კი გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ მილები თიხისგან იყო დამზადებული. საუკუნეების წინ შექმნილ წყალგაყვანილობის სისტემას დღესდღეობით ჩვენ ყველა ვიყენებთ ყოველდღიურად. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ბევრად უფრო დახვეწილია. ქალაქ თბილისის მოსახლეობა ყოველდღიურად ტონობით წყალს მოიხმარს, რასაც თანამედროვე წყალგაყვანილობის სისტემა უზრუნველყოფს. ეს არის ადგილი, საიდანაც თბილისს მიეწოდება სასმელი წყალი. უნიკალურია იმით, რომ სიფონური სისტემა მუშაობს აქ, ანუ ელექტროენერგიის გარეშე თვითდინებით ხდება თბილისის წყალმომარაგება. თუმცა ამ სისტემით მხოლოდ ნატახტრის წყარო მუშაობს. სხვა წყაროებიდან წყალს სატუმბის სადგურების მეშვეობით ქაჩავენ. ამისთვის კი ელექტროენერგიის გამოყენება არის საჭირო. მიწისქვეშ მდებარე მილები წამში 17,000 ლიტრ წყალს ატარებს, იმისთვის რომ მაცხოვრებლებს უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეთ. სანამ წყაროებიდან მომდინარე წყალი ჩვენს ონკანებში მოხდება, ორჯერად ფილტრაციას გადის. ამის შემდეგ კი წყალი ლაბორატორიულადაც მოწმდება. წყალს კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში, ხოლო ლაბორატორიის თანამშრომლები ყოველ საათში ერთხელ ამოწმებენ. ასე რომ თბილისში სასმელი წყლის მიღება სრულიად უსაფრთხოა. თბილისი ნატახტრის, მისაქციელისა და მუხრანის წყაროებით მარაგდება, თუმცა ყველაზე დიდი წვლილი თბილისის წყალმომარაგებაში ჟინვალის წყალსაცავში აქვს. ჟინვალის წყალსაცავის ზედაპირის ფართობი არის 12 კვადრატული კილომეტრი და მისი სიღრმე დაახლოებით 100 მეტრს აღწევს. ჟინვალ-ჰესი ერთი შეხედვით მარტივი სისტემით მუშაობს. წყალი ტურბინებს მიეწოდება, რომელთა მექანიკური ბრუნვა ჰიდროგენერატორებს გადაეცემა და ელექტროენერგიად გარდაიქმნება. ჟინვალ-ჰესის წყალსაცავში დგას ორი ნაგებობა, რომლების ფუნქციაც არის, ესე იგი, ერთ-ერთი ზედმეტ წყალს ატარებს, ხოლო მეორე ტურბინებისკენ უშვებს წყალს, რომელიც შემდეგ უკვე გამოიმუშავებს კიდეც ელექტროენერგიას. წყალგამტარი უზრუნველყოფს იმას, რომ წყალსაცავიდან ზედმეტი რაოდენობის წყალი რაც არის, გავიდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ნალექი დიდია, შესაბამისად წყალის უფრო ბევრია, გაკეთებულია ესეთი სპეციალური არხი, ნაგებობა და დიდი წყლის შემთხვევაში აქედან გადმოედინება ეს წყალი არხში და პირდაპირ არხით უკვე იცლება არხის მეშვეობით. აქ ამ ტერიტორიაზე დასახლება იყო ჩვეულებრივი ადრე, თუმცა როდესაც უკვე 70-იან წლებში გადაწყდა ჰესის მშენებლობა, ეს ხალხი გადაასახლეს, შედეგად აქაურობა დაიტბორა. არის დატბორილი ეკლესიაც
რომელიც როდესაც წყალი დაბალია, გუმბათი მოჩანს ხოლმე. ეს ადგილი არის ეგრეთ წოდებული წყალმიმღები, რომლის მეშვეობითაც ხდება წყლის მიწოდება ტურბინებთან, რომელიც წყლის ქვეშ მდებარეობს 50 მეტრის სიღრმეზე. წყლის ენერგიიდან ელექტროენერგიის მიღება საკმაოდ შრომატევადი პროცესია. წყალი უამრავ ეტაპს გადის, რომ საბოლოოდ ხელის მარტივი მოძრაობით ჩვენ სახლში ნათურა ავანთოთ. ეს არის ადგილი, სადაც მდებარეობს 4 ეგრეთ წოდებული ჰიდროგენერატორი. და სწორედ ეს გენერატორები აქცევენ წყლის ენერგიას ელექტროენერგიად. ჟინვალხესის მიერ გამომუშავებული ენერგია ორი ქვესადგურის მეშვეობით, რომლებიც არის 220 კილოვოლტიანი და 110 კილოვოლტიანი, ამ ქვესადგურების მეშვეობით მიეწოდება ქართულ ენერგოსისტემას. საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი მდინარე ენგურზია გაშენებული. ის საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30-35% ელექტროენერგიით ამარაგებს. შენებლობა კი 1961 წელს დაიწყო. ენგურჰესი უდიდეს ჰესებს შორის სამეულში შედის, ხოლო კავკასიაში ის ყველაზე დიდი ჰესია. თაღოვანი კაშხლის სიმაღლე 271 მეტრნახევარია. ენგურჰესის სიმძლავრეა 1300 მეგავატი, ხოლო ის წელიწადში გამოიმუშავებს 4.3 მილიარდ კილოვატ-საათში. ენგურის კაშხლის მშენებლობისას 4 მილიონ კუბურ მეტრამდე ბეტონია გამოყენებული. აქ განლაგებულია საკონტროლო მზომი აპარატურის ასობით სენსორი, რისი საშუალებითაც კაშხლის მდგომარეობის შეფასება ხდება. კაშხალზე, ენგურჰესის კაშხალზე არის ესეთი კარებები, რომელსაც ფარი ქვია. და ამ ფარების აწევა-დაწევას, ანუ გაღებას, მის გახსნას და დახურვას ესეთი სპეციალური დანადგარი უზრუნველყოფს. წყალსაცავის დაცლა შევსების დროს კაშხლის კედელი მოძრაობს და რამდენიმე სანტიმეტრით იხრება. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. წყალსაცავიდან წყალი 15 კილომეტრიანი გვირაბით ჰიდროტურბინებს მიეწოდება, რომლებიც აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზეა განლაგებული. თვითაღიარებული რესპუბლიკისთვის ეს ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა. საქართველოსთვის ენგურჰესი უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა, ვინაიდან ქვეყანა ელექტროენერგიის უმეტეს ნაწილს სწორედ აქედან იღებს. ამიტომ ენგურის ორივე მხარეს დაინტერესებულები არიან, რომ ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება განაგრძოს. როგორც აღმოჩნდა, წყლისა და მისი ენერგიის ხარჯვა ბევრად უფრო მარტივია ვიდრე მისი მიღება. ამიტომ ნუ დატოვებთ მოშვებულ ონკანებსა და ანთებულ ნათურებს ტყუილად. რეკლამის შემდეგ ნახავთ, როგორ მოგვექცევა ბუნების ეს საოცარი ქმნილება. თუ მის მეხსიერებას დავაბინძურებთ,